საკონსტიტუციო სასამართლოში დაკითხვაზე მისულ სემეკის თავმჯდომარის შენობის დასატოვებლად დაცვის წევრების დახმარება მას შემდეგ დასჭირდა, რაც მან სემეკის გადაწყვეტილების გამართლებას სცადა. გიორგი თავაძემ სემეკის დადგენილება, რომლითაც ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა, თესების რეაბილიტაციის აუცილებლობით და ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით ახსნა, თუმცა აღიარა, რომ როგორც მოქალაქე გაზრდილ ტარიფს ისიც ეწინააღმდეგება. მე ნამდვილად თანაუგრძნობ ჩემი შეჭრებული ქვეყნის შეჭრებული მოსახლეობას. ამის დასწავლად თავისი ობიექტური საფუძველი. თქვენ გითხარით გასული წლების განმავლობაში, ქართული ენერგეტიკაში, გასული 15 წლის განმავლობაში არ ჩაედო ის თანხები, რომელიც სწორედ ჩადებულია 91-12-13 სემეკის თავმჯდომარის ახსნა განმარტებების საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში მყოფებმა შეძახილებით გააპროტესტეს. საკონსტიტუციო სასამართლოს სემეკის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობის თხოვნით ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ და პარტიის წევრმა მიმართეს. ლეიბორისტები თვლიან, რომ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდით სემეკმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის გადაწყვეტილება დაარღვია, რომელსაც სასამართლომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ელექტროენერგიის საფასურის გაზრდა აკრძალა. რომ დროულად იქნა აღძრული საქმე პროკურატურაში იმ თანამდებობის პირთა მიმართ, ვინც დაარღვია კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შევიდა კონფრონტაციაში სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხტან და კონკრეტულად ასეთი პიროვნება ბატონი თავაძე, რომელმაც მოაწერა ხელი დენის ტარიფის გაძვირებას, ამ პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. აგრეთვე გვიან ლეიბორისტების მტკიცებით საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების გარდა სემეკმა საქართველოში მცხოვრები ათასობით ადამიანის უფლება დაარღვია, რადგან სემეკის გადაწყვეტილებით ელექტროენერგია გაძვირდა, რამაც ყველა პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. სემეკის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს აკისრებს. მან დღეს მოსამართლეთა კოლეგიას პრეზიდენტის სასამართლოში დაბარების შუამდგომლობით მიმართა. მაღაზიებში გაძვირებულია ყველაფერი, რაც ექვემდებარება მაცივარში შენახვას. იმიტომ რომ გაძვირდა დენი. როცა ჩვენი პრეზიდენტი ამაყობს, რომ მან აჭარა გადააქცია თბილისელების და საქართველოს დასვენების მეთად, მას ავიწყდება, რომ წელს სეზონზე აჭარაში 30-40%-ით გაიზარდა დასვენების ფასები თბილისელებისათვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის და გაიზარდა იმიტომ, რომ ბილის გამქირავებელს სასტუმროს მეპატრონეს დაატყდა რისხვად დენის გაძვირების პრობლემა. საქართველოს ენერგობანდიტი პრეზიდენტი სააკაშვილი გამოცხადეს აქ და მისცეს შენება. სემეკმა ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება 2006 წლის 15 მაისს მიიღო, რომელიც ძალაში 1 ივნისიდან შევიდა. სემეკმა საფეხურებრივი ტარიფი დაადგინა. მომხმარებელი, რომელიც 100 კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, 1 კილოვატ-საათში 14 თეთრის, 100-დან 300 კილოვატ-საათამდე 16-ის, 300 კილოვატ-საათზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში კი 18 თეთრის გადახდა მოუწევს. თუმცა სემეკის გადაწყვეტილება შეიძლება შეჩერდეს, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეს არსებითად განსახილველად მიიღეს. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია გადაწყვეტილებას 29 ივნისს გამოაცხადებს.